ქართველი ავტორის რომანი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ლიტერატურული პრემიის ფინალისტთა შორის. ზურაბ ქარუმიძე დუბლინის ინგლისურენოვანი ლიტერატურული პრემიის ვრცელსიაში რომანი დაგნიანუ სიყვარულის ნადიმი ისეთი ცნობილი ავტორების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან უმბერტო ეკო, მიშელ უელბეკი და სტივენ კინგი. იმ წიგნთა შორის, რომლებიც 44 ქვეყნის ასოცმა ბიბლიოთეკამ 2012 წლის გაზაფხულზე დუბლინის ლიტერატურულ პრემიაზე წარადგინა, ზურაბ ქარუმიძის დაგნმა მეორე ეტაპი გადალახა. რომანი ნორვეგიელი არისტოკრატი ქალბატონის ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს. წიგნის მთავარი გმირი, რომელიც მრავალი ხელოვანი შთაგონების წყარო იყო, საცხოვრებლად თბილისში გადმოდის და მისი ტრაგიკული ისტორიაც აქ იწყება. ნაჩვენებია თბილისი, ამბობია საქართველოს შესახებ, გადმოცემულია ქართული ლიტერატურული ტრადიციის ამბები, ნაციონალური ნარატივები. ინგლისურად ამ წიგნის წერა, იმიტომ დავიწყო, რომ მინდოდა რომ ინგლისურენოვან მკითხველს უფრო მეტი გაეგო საქართველოს შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ავტორისთვის ინგლისური მესამე ენა, ამბობს, რომ ამ რომანის წერისას საკუთარ თავს ერთგვარი გამოცდა მოუწყო. დაგნიანუ სიყვარულის ნადიმი მწერლის პირველი ინგლისურენოვანი სქელტანიანი წიგნია. ეროვნულ ბიბლიოთეკამ წელს ძალიან მნიშვნელოვან პრემიაზე, დუბლინის პრემიაზე წარადგინა ცნობილი ქართველი ავტორი ზურაბ ქარუმიძე. პრემია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მას ევროპული ლიტერატურის ოსკარსაც ეძახიან. ეს არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ყოველთვის თქვათ კომპეტენტური ორგანიზაციები წარადგენენ ავტორებს. დუბლინის ლიტერატურული პრემია 1996 წელს დაწესდა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა, რომელზეც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ბიბლიოთეკები ინგლისურენოვან ნაწარმოებებს ყოველწლიურად წარადგენენ. დუბლინის პრემიას ჰყავს არის 5 ჟიურის წევრი, რომლებიც ძალიან ცნობილები არიან თავიანთი მოღვაწეობით ლიტერატურის სფეროში. კრისტა კაერი, ეს ქალბატონი არის 80-მდე რომანის მთარგმნელი, პატრიკ კაბე, ასევე და რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელი, კალიმა შამესი, ქალბატონი გახლავთ ინგლისური ენის ხელმძღვანელობაში. ვრცელსიაში მოხვედრილი 154 წიგნიდან ჟიური 2013 წლის აპრილში 10 საუკეთესოს დაასახელებს. გამარჯვებულის ვინაობა კი ივნისში გამოვლინდება.